გამარჯობათ პატივცემულებო, მოგესალმებით სტუდია რუიანიდან. ბატონი ოთარ ჭითანავა, მოგესალმებით. ბატონი თორნიკე კივილაძე და მე საღამომშვიდობის. მე ბექა თაუბერი კაპანაძე. გამარჯვება მისურვებია ჩემო ქვეყანა, ჩემი ქვეყნის ერთგულო შვილებო. თითოეული თქვენთაგანისათვის. გამარჯვება ქვეყნისა არ არის განკერძოებული ცალკე კერძო რაღაც ისეთი მოვლენა რომ ვინმე გაიმარჯვოს და ვიღაც იყოს რაღაც უკიდურესად დამარცხებული და ასე შემდეგ. ამ მცირე ეთნოსში თქვენი ჭირიმეთ. დღეს მეგობრები და მეთანხმებით და არა მხოლოდ თქვენ, ჩემო კარგებო გაუფორმებლად შეიძლება კიდევ დავაკლო ძალზე მძიმე დღეები უდგას საქართველოს. დიახ, ზოგიერთებისთვის ალბათ გაუცნობიერებლად, ზოგიერთისთვის გაცნობიერებულად. მე ერთი მსურს მანამ სანამ თემებს გავშლიდეთ რომ უიმედობის, სკეპსისის და რაღაც ნიჰილიზმის მავნე სენს გული არ დავაჩაგრინოთ, საკუთარი თავი მოწყვლადი არ გავხადოთ ყოველივე ამისაგან, რადგან უმძიმესი ვითარებებიდან გამოსულა ჩვენი ღვთივკურთხეული მიწაწყალი თავისი ერთგული მამულიშვილებით. და ერთგულ მამულიშვილთა რიცხვი შეიძლება მცირეა, მაგრამ ის უწყვეტია, ჩემო კარგებო და უფალი არ გაწირავს ამ კუთხითაც საქართველოს. დღეს გილოცავთ მართლა, ყველას ულოცავ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენს რადიო მსმენელს ულოცავ. ძალიან დიდი დღეა. მიუხედავად ამ მძიმე დღეებისა და ხანისა, მე ესე ვიტყოდი, უფალი არ გვტოვებს დიდი მოწყალების გარეშე და მეოხების გარეშე ჩვენ დიდი წმინდანები გვყავს და ავიცი უპრეცედენტოა ქართულ წმინდანთა გარჯა მოღვაწეობა და მარტვილობა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანას ყავთ მრავალი და მათაც დიდება თავისთავად. მაგრამ დღეს წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებული ჩვენი მოციქულის, ქრისტეს მოციქულის ჩვენი განმანათლებლის ხომ ატათასთან, სიმონ კანანელთან და კიდევ ბართლომე თადეოზი რამოდენიმე მოძღვართა, ასე ვთქვათ, მოწაფესთან ერთად. როგორ შეიძლება არ ვადიდოთ, არ ვთხოვოთ მათ მეოხება, ხომ? სხვათა შორის გორგასლის მომენტი, ასე ვთქვათ, საცნაურია, თავისი დიდი მოღვაწეობით, თავისი ანდერძით, თავდადებით და საერთოდ ყველაფრით, რასაც ის ჩადიოდა ქვეყნისთვის მართლა თავგანწირვის ფასად. შეეწიოს უფალი და შეეწიოს ზემოთხსენებული წმინდანები. არის პეტრე სამუელ კათოლიკოსების ხსენების დღეც. ეს ადამიანების თქვენი ჭირიმეთ. რატომ გავაკეთე ახლა მე ამხელა აქცენტი? ჯერ როგორ არ შეიძლება გააკეთო აქცენტი იმ დღეზე, რომელი დღეც არ არსებობს ხსენების გარეშე. ჩვენს მრავალ წმინდანთან. არ არსებობს დღე ჩვენი დიდი საწმინდანო თითოეული მათგანი ან დაბადებულნი არ იყვნენ, ან აღსრულებულნი და როგორ შეიძლება მათი მეოხება გსურდეს. დედა ეკლესიას ვკითხულობდეთ. კითხვებს ვსვავდეთ, სად არის, როგორ არის და ასე შემდეგ და ამხელა დიდი ისტორია, ამხელა დიდი ცხვირწინ აშენებული ტაძრები ჩვენს წინ, ასე ვთქვათ, მყოფობდეს და მაინც ხელებს ვაცეცებდით. აი, ასეთ დღეში ჩაგვაგდო ჩვენ მრავალმა პროექტმა, თქვენი ჭირიმით. ასეთ დღეში ჩაგვაგდო. ხო, მე მსურს გენეცვალეთ, სიტყვა არ გამიგრძელდეს და მისასალმებელი და თქვენთანაც გადმოვიდეთ, რომელი დაიწყებთ თქვენი ჭირიმით. აი, ბატონ თორნიკე, ყველაფერი ვიცით, რომ ეხლა კახელმა თქვაო, რომ გარეთ იყოსო მშვიდობა, თორე შენ დედას მივხედაო კაცო. ასე ვთქვათ რა. კახელი კულტურულია და ულტრირება ალბათ ის ფორმა. ყველაფერს მაგრამ იცით, საფუძველშივე მცდარია რა. გარეთ გამოძახილი მრავალი ომის ეკო
მრავალი დიდი, ასე ვთქვათ, კატაკლიზმები და მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში ტექტონიკური, პოლიტიკურ-ტექტონიკური ძვრები, რა თქმა უნდა, აისახება კი არა, პირდაპირ გავლენას ქონიობს უშუალოდ ჩვენს დღევანდელ აი ამ მიმდინარე პერიპეტიებზე. აი თუ შეიძლება დაერწყეთ, როგორც გნებავთ საერთაშორისო ამბებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს. ანდრია პირველწოდებული იყო ქრისტეს მოციქული, რომელმაც პირველად იქადაგა, ასე ვთქვათ, ქრისტიანობა საქართველოში და პირველი ქრისტიანული თემები სწორედ პირველი საუკუნიდანვე გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში. ვახტანგ გორგასალი იყო მეფე, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა თავის მეომრებს, თავის ერთგულ ჯარისკაცებს, რომ ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. ეს იყო პიროვნება, რომელიც თავისი პიროვნული თავდადებით და მაგალითს აძლევდა თავის მეომრებს და შეგვეწიოს მათი ლოცვა. ამინ. დავიწყებ მიმოხილვა სირიაში განვითარებული მოვლენების მიხედვით. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა. აშშ-ის მთავრობის განცხადებით სირიაში მთავრობის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მეტყველებს. აგრეთვე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელს სურს სირიის ახალ რეჟიმთან ურთიერთობის დამყარება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქ არ უნდა განხორციელდეს ირანის ხელმეორედ დამკვიდრების პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება და ამ პროცესს ჩაშლის. მეორე მხრივ აიათოლა ალი ხამენეი, ირანის სულიერი ლიდერი, აცხადებს, რომ სირიის მთავრობის დამხობის უკან იდგნენ ისრაელის შეერთებული შტატები და სირიის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა. თურქეთი. მას არ დაუსახელებია ეს მეზობელი ქვეყანა, მაგრამ დიდი ალბათობით რასაკვირველია იგულისხმება თურქეთი. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტრამპა იმშელა ნატო ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის სავარაუდო მომავალზე. მისი თქმით, შეერთებული შტატები ნატოში დარჩება თუ წევრი სახელმწიფოები გადაიხდიან გადასახადებს და ამერიკას სამართლიანად მოიქცევიან. მან აღნიშნა, რომ მისი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი გადაიხადეს ნატოს წევრმა ქვეყნებმა ამერიკისადმი, რაც ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია და ის აცხადებს, რომ თუ ნატოს წევრი ქვეყნები შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამენ, ეს ვინ აცხადებს? ტრამპი აცხადებს, დიახ. მეორე ვადით არჩეული შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება შეერთებულ შტატებში და ის აცხადებს, რომ თუ ეს ასე არ მოხდება, ნატოდან გამოვა შეერთებული შტატები. ასეთ განცხადებას აკეთებს ყოველ შემთხვევაში. აგრეთვე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, თუმცა სურს უკრაინელებს ყავდეთ ძლიერი არმია და ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალა. მან აგრეთვე სი ძინპინს მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიყოლიოს ცეცხლის შეწყვეტაზე, ომის დასრულებაზე. აგრეთვე მიმართა ევროპის ქვეყნებს აწარმოონ მონიტორინგი ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში და მან ეს ყველაფერი განუცხადა საკმაოდ პოპულარულ გამოცემას Wall Street Journal-ს. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ რუსეთმა მიიტანა ძალიან სერიოზული იერიში უკრაინის ენერგოსისტემაზე, დაახლოებით 200 დრონითა და 93 რაკეტით განახორციელა შეტევა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რომ გადასცენ საჰაერო თავდაცვის სისტემები, ეგრეთ წოდებული პეტრიოტები. კი ბატონო. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის შესახებაც ვიტყვი 2-20 სიტყვით, სულ 3 სიახლე დამრჩა და ბარემ ამასაც მოგახსენებთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. მოლაპარაკებების 17 მუხრიდან 15 შესრულებულია და დანარჩენ 2 მუხლზე მიდის მსჯელობა. სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა მოლდოვა, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს რუსეთისგან.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ ჩერანმა განაცხადა, რომ პუტინს სურს ქვეყნის ენერგობლოკადაში მოქცევა და ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. და ბოლოს სიახლე შემოვინახე აგრეთვე, რომელიც ძალიან ნიშანდობლივია და ძალიან საგულისხმო, ტრამპის გუნდი განიხილავს დარტყმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რათა თავიდან იქნა საცილებული ატომური იარაღის შექმნა ირანის მიერ, როგორც ცნობილია, ირანს დაახლოებით რამდენიმე თვეში შეუძლია ატომური იარაღის შექმნა, ეს სავარაუდო იერიში კი სწორედ ამ გეგმის შაშლას ისახავს მიზნად. მუშავდება სამხედრო სტრატეგია სახელწოდებით მაქსიმალური ზეწოლა vol 2.0. ამ გეგმის შაშლას ისახავს სწორედ ეს სამხედრო სტრატეგია. და ირანის ბირთვულ გააქტიურებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა აგრეთვე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ის შტატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. და ბოლოს შტატები მზად არის ირანს მიჰყიდოს იარაღი, რომელიც ირანში განთავსებულ ბუნკერებსა და ბირთვულ ობიექტებზე მომაკვდინებელ დარტყმას განახორციელებს. და აქედან გამომდინარე უნდა დავასრულოთ, რომ ირანს მიჰყიდოს. არა, ირანს არა, შტატები არის მზად, რომ ისრაელს რადგან ირანი წარმოთქვით და ამიტომ გამიკვირდა. ისრაელს მიჰყიდოს. კეთილი, რა თქმა უნდა, ის სულ მზად იყო. როგორც წესი, შეთანხმებულად მოქმედებენ. კი ბატონო, სულ დიდი მადლობა ბატონ თორნიკე, სულ ერთ წინადადებას ბატონ ოთარ და გადმოვალ ბატონი ოთარი დიპლომატია და რა თქმა უნდა მისი თვალთახედვით დანახული ასევე ძალზედ საინტერესო იქნება. მე სულ მხოლოდ ერთი წინადადება ვთქვა. ტრამპი იქნება ეს კონკრეტულად თუ ნებისმიერი პრეზიდენტი ყველა დიპლომატის ენაზე და ყველა დიპლომატის პირით ქართულმა ოფიციალურმა მხარემ და მთლიანად ქვეყანამ დიდი ხანია ჩვენ მივიღეთ. შემდეგი შინაარსის წინადადება სიტყვები, ასე ვთქვათ, რაც გააჟღერეს მათ არაერთგზის, რომ გარემომცველი სამყაროს და კონკრეტულად ამერიკის შტატების, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართებაში არასდროს არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ასე რომ დაიმედება იმაზე ბატონოთა, რომ აი რაღაც ეხლა ერთი მოვა, მეორე წავა, ხო, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. არა აქვს მნიშვნელობა, ყველა ადამიანი თავის სახელმწიფოებრივი გამტკიცებისთვის იბრძვის, ხომ? ეს ამერიკა იქნება უფრო მცირე თუ თანაზომადი, ასე ვთქვათ, ჰეგემონი სახელმწიფოები. და ერთს დავამატებ, რომ ანგლოსაქსური სწორედ ეხლა ლობი, ორი ლობი ბობოქრობს, ხო, რამდენი ხანია? ებრაული ლობი, რომლის ფლაგმაში ავანგარდში, ერთ-ერთ ავანგარდში აღმსრულებლადაც, რა თქმა უნდა, ტრამპია და რა თქმა უნდა, ანგლოსაქსური ლობი, რომელსაც ასევე დიდი ისტორია აქვს. ანგლოსაქსური ლობის დამსახურებაა სწორედაც, რომ ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი, ჩვენი ტერიტორია დაუკლარჯეთი, ასე ვთქვათ, კვლავ დავკარგეთ და თურქეთს გადაულოცეს. ანუ თურქეთზე ყოველთვის დიდი გავლენა იყო, დიდი მასწავლებლის კუთხით ანგლოსაქსური ლობისაგან. გისმენთ ბატონო ოთარ? ყველაფერი ისე ამომწურავად ისაუბრეთ. დაგვაყარა თორნიკემ დაგვაყარა ამდენი ინფორმაციები არ დაგვზოგა და იქნებ თორნიკეს სათქმელი უთქმელი არ სწამს. ყველაფერი კი ბატონო. ძალიან სუსტად ილაპარაკა და უნდა ვთქვა, რომ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი დღეს არის სირია, სადაც მას სერიოზული არეულობის ფონზე ბაშარ ალ-ასადს მოუწია ქვეყნის დატოვება და ეს იყო მართლაც შავი დღეები ამ კაცისთვის და მისი მომხრეებისთვის და მისი მთავრობისთვის, რომელიც ნახეთ როგორ ბოლო დღეების განმავლობაში თავის ჯართან ერთად გარბოდა ალეპოდან, ჰამიდან, ჰომსიდან და ბოლოს დედაქალაქს მიადგნენ, საიდანაც მისი ევაკუაცია მოხდა რუსეთის ფედერაციაში. მოკლედ, იმ ორგანიზაციამ ჰაიატ ტაჰრირ რაღაც ალ-შამის ორგანიზაცია, რომელმაც დღეს იქ ხელისუფლება ფაქტიურად ხელში აიღო, იპოვა ძალიან კარგი ხელსაყრელი მომენტი იმისათვის, რომ ის განეხორციელებია, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიო აკვირდება. ანუ მან ისარგებლა იმით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სადაც რუსეთს მთელი ძალები კონცენტრირებული აქვს უკრაინაზე, იქ და ყურადღება მოადუნა ამ რეგიონში, მართალია მას ლატაკიის რეგიონში აქვს
თავისი 8000 კაციანი კონტინგენტი, მაგრამ ლოჯისტიკის თვალსაზრისით იმით თვალსაზრისით რომ მოიყვანა იქ ყველაფერი წესრიგში და დაეცვა ეს რეჟიმი არ გამოვიდა. ასევე ირანი, რომელიც არის სირიის მხარეს და ვიცით რა წნეხის ქვეშ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ იმაში ახლო აღმოსავლეთში და სირიისა და ღაზა სექტორში მიმდინარეობს და ასევე ლიბანი, ეს სამი ქვეყანა, ლიბანის პრობლემები ვიცით, რაც მოხდა ის დაბომბვილი მისი სამხედრო ბაზები, რომელსაც არ მისცა ლიბიას იმის შესაძლებლობა, რომ ამ ვითარებაში მხარი დაეჭირა სირიისთვის და ეხლა ეს არის ეს ახალგაზრდა ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ჯელარი თუ არ ვცდები თუ სწორედ ალ-ჯილარი არის ესეთი ორგანიზაცია ამ ორგანიზაციის რომელიც ახლა ვთქვი პრაქტიკულად ეს ამ ორგანიზაციას ძალიან ბევრი ექსპერტი აკავშირებს ისე ტერორისტულ ორგანიზაციებთან როგორც არის ისლამური სახელმწიფო თალიბანი და ძალიან ბევრი ცნობილი ორგანიზაციები ეს ის ხალხია და ის ორგანიზაცია რომელიც არის დაკავშირებული თურქეთთან ესე ვთქვათ თურქეთის მხარდაჭერით ესე ვთქვათ სარგებლობს და ეს რეჟიმი ფაქტიურად რომელიც მათ საფუძველი ჩაუყარა სწორედ ბაშარ ასადის მამამ ხაფეზ ასადმა, რომელიც სხვადასხვა მოვიდა ასევე გადატრიალებით 1971 წელს და რომელიც დრაკონული სასტიკი და ულმობელი მეთოდებით მართავდა ამ ქვეყანას და ეს ტრადიცია გააგრძელა მისმა შვილმა. მაგრამ ეხლა ეს ახალი ხელისუფლება რა იქნება ესეც არ ვიცით. ესენიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩევიან და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ არაერთი ფაქტი, როგორც შეცვლიდნენ ამ აბუ მუჰამედ ალ-ჯელანის მეომრები იმაში რა ქვია ჰოსპიტალში და როგორ პირდაპირ ეთერში იქ უსწორდებიან ქრისტიანებსაც, კოპტებსაც არა აქვს მნიშვნელობა. არ ქონდა მნიშვნელობა ადამიანებს დაერვნენ ანუ იმის დაჭრილ მეომრებს, ასადის მეომრებს და ადგილზევე დახვრიტეს ჰოსპიტალში. საშინელება ტრიალებს, უბედურება ტრიალებს და ეხლა რუსებთან გადიან ეს ხალხი კონტაქტზე და ერთი ძალიან ისე ნიშანდობლივი ფაქტია რომ სწორედ რუსეთის ხელისუფლებას თხოვენ ისინი რომ არ იყვნენ აღიარებული როგორც ტერორისტულ ორგანიზაციად და ეს უნდა აღნიშნოს თურმე რუსეთმა არ ვიცი არის ამაზე საუბარი რამე თუ რუსეთის საჯარისო ნაწილები იქ დგას თქვი 8000 კაციანი კონტინგენტი და მათ რო საფრთხე არ შეექმნათ ეს ერთი და ეს კონტინგენტი ანუ რო უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში ამის გარანტიებზეც მიდის საუბარი ან რო გავიდეს მშვიდობიანად და ამაში ხელი არ შეუშალოს ამ ორგანიზაციამ. მოკლედ უნდა დაველოდოთ არ ვიცი დრო გვიჩვენებს უახლოეს მომავალში როგორ განვითარდება ანუ დღევანდელი სურათი ფაქტიურად ესეა. და ეს დროს დიდი მადლობა და დავამატებდი თქვენი ნებართვით. შედგა შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მათ განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები და ერდოღანმა პირდაპირ განუცხადა ბლინკენს რომ თურქეთი რომელ ორგანიზაციებსაც ჩათვლის ტერორისტულ ორგანიზაციებად მათ აუცილებლად გაუსწორდება და საკადრის პასუხს გასცემს. გასაგებია ეს ოსმალური იმპერიის მთელი დიდი ასე ვთქვათ პათეტიკა დიდი ხანია რაც დაწყებულია არა მხოლოდ პათეტიკა, კაცო პათეტიკას ვინც შევის პოლიტიკა შესაბამისი ჩვენ ვიცით მისი ინტერესები ბულგარეთში რაც სადაც დიდი საფუძვლები თვითონვე შექმნეს და ააშენეს ჩვენ ვიცით მისი პოზიციები კვიპროსი ორადაა გაყოფილი იქ შუა ასე ვთქვათ ევროპას ეკუთვნის რა თქმა უნდა საბერძნეთი იქვია ევროკავშირის წევრია მაგრამ აბსოლუტურად იცით ნატო წევრია თურქეთიც მართლა ერთი ხელმძღვანელი ყავთ რა ბრიუსელში მაგრამ
ყველანი ეგუებიან ორკესტრირებულად ამ კვიპროსის ამ ქრისტიანული კერის ასე გაყოფას და იქით მუსულმან ასე თქვათ დამპყრობელთა ხელში ყოფნას, ხო? ანუ მე რისი თქმა მსურს ახლა ნებისმიერი მიმოხილვა, ჩემო მეგობრებო, ჩემო ტელემაყურებლებო, ახლა გვისმენს ტელემაყურებელი და ფიქრობს, რომ კიო კაცო განიხილესო რაღაცეებიო და ქრონოლოგიაც გააკეთესო, სად რა ხდება, ხო? მთელი სისრულით რა თქმა უნდა ვერ მოვიცავდით. მაგრამ ჩვენთან რა უბედურებაც გვჭირსო ამას, რატომ არ ეხებიანო? მეგობრებო, ჩვენთან რაც ხდება, სწორედაც ამის გამოისობით ხდება, სწორედაც აქ ყოველდღიური სტუდია რომ არის თქვენთან ერთად, როცა ბრძანდებიან პიროვნებები და თქვენ ზარებს პასუხობენ და თავიანთ მოსაზრებას გაწოდებენ. ჩვენც ვითარებას, რომელიც ძალზე ტრაგიკულია, სწორედ მას ეძღვნება და აბსოლუტურად არაფერს გნებავთ საერთაშორისო მიმოხილვაც და გნებავთ ჩვენი გულის ფიქრი, ზრუნვა, ჩვენი ყოველდღიურობა გაუფორმებლად, იცით? ძალიან გული მწყდება, მეგობრებო, ძალიან გული. ეხლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფერიცვალობის მაცხოვრის ფერიცვალობის სახელობის ტაძარში მამა შალვა კეკელიასთან მიბრძანდნენ ადამიანები და ამუნათებდნენ, არა, პირდაპირი კადრები გავრცელდა და ინფორმაცია დევს, რომ ზედ ჭავჭავაძეს ამუნათებდნენ, რომ რატომ აღნიშნა იქ, რომ კუბო დაწვეს მამა შალვა კეკელიამ და რატომ ასე თქვათ ებრძვის ლიბერალებს, რა ძირითადი პათოსი ეს იყო. ჯერ ერთი მამა შალვას არ სჭირდება ის იმდენად ხერხემლიანად და მართლ კვეთელურად დგას გასწორებული ხერხემალში ასე ვთქვათ, რომ მას არ სჭირდება დამატებითი დაცვა თქვენი ჭირიმით. დაცვა სჭირდება მათ, ლოცვა სჭირდება მათ და შველა და წყალობა მართლა, დიდი წყალობა უფლისა რომ არ განადგურდნენ. მალევე სჭირდება იმ ადამიანებს, რომელთაც გაბედეს და დედა ეკლესიაზე კვლავ აი ის ბინძური თითი გაიშვირეს. ჩვენ, ჩემო კარგებო, ჩემო ახალგაზრდებო და ახალგაზრდებზე მეტად წლოვანო ადამიანებო. ის რომ დღენიადაკ ყოველ წუთსა და წამს ვამუნათებთ და მართლაც ოპონირების რეჟიმში ვართ. ყოველთვის დღევანდელ ოფიციოსთან, რომელმაც თავისი მარიონეტული, თავისი რენეგატულიც არ შემწხვევა და არ მოვერიდები ამ სიტყვას პოლიტიკით 12 წლის თავზე ამ დონეზე მოიყვანეს საქართველო, რომ ოჯახები გაიხლიჩა, მეგობარი მეგობარს შეეხო, დაკარგეს ერთმანეთი და რაღაც რამოდენიმე ნაწილადაა ეს ქვეყანა გახლეჩილი. აი ამას რომ ვაპროტესტებთ და ვდგავართ იქ, სადაც დედა ეკლესიის პოზიციაა, ჩვენ ერის წარმომადგენლები, დიახ, ერის წარმომადგენლები ეკლესია კრებულს ნიშნავს და რა თქმა უნდა, ეკლესია ყველა ის მლოცველი ჭეშმარიტად და აღფსარებელ მაზიარებელი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ დედა ეკლესია არ არის შენობა ნაგებობა, როგორც ივანიშვილი ბრძანებს და ის არის მაცხოვრებელიც და უფრო მეტიც, მაცხონებელი ჩვენი სულისა. აი, ასეთ ინსტიტუციას, ასეთ სიწმინდეს რომ უტევდით და გაგიტარათ თქვენმა შეძულებულმა, მაგრამ თქვენი აქტივობის დამგეგმავმა პიროვნებამ, რომელიც ბევრისთვის ბელადია. აი სწორედაც სიწმინდეების შეურაცხყოფისათვის, ჩვენი იერარქების შეურაცხყოფისათვის, რომ დღემდე ერთი რეგულაცია, ერთი ჩანაწერიც კი არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში და კანონი არ აქვს მიღებული შესაბამისი, ამ ყოველივე თქვენი აქტივობა, თქვენი ინტელექტისა და სულიერი განვითარების შესაბამისად გამოავლინა ასე დეგრადირებით. რა გნებავთ თქვენ მამა შალვა კეკელიასთან და სხვადასხვა მოძღვრებთან და დედა ეკლესიასთან? თან ეკლესიას კითხულობთ, სად არისო კაცო? გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. ის სისასტიკე, რაც ჩაიდინა პიროვნებამ, რომელმაც თვითონ პოლიციის მუნდირიც კი შეურაცხო, მეგობრებო. ჯერ გახარიამ შეურაცხო პოლიციის მუნდირი, ეს სათქმელია.
ეხლა გამოდიან პერსონები და ამბობენ, რომ ბიძინა ისა ცუდია, მონსტრია და აქეთ ნაცები არიან, გესმის? ანუ მე ვარ. ვინ არის საზოგადოება საუკეთესოდ იცის. მე არ მინდა ეხლა ერთ პიროვნებაზე ვისაუბრო კონკრეტულად, გვარიც ვახსენე მისი, მაგრამ ძალიან გთხოვთ რა, ყველამ თავის განვლილს გადახედოს, ვინ რა დროს როგორ პოზიციონირებდა. ამიტომ გეუბნებით შვილებო, ვინც შვილებად მეკუთვნით, ძმებო, უფროსებო, არ ვიცი იქ უფროსი თაობის წარმომადგენელი იყო კი, შეიძლება იყო კიდევაც. დედა ეკლესიასთან ბრძოლა, ქრისტესთან ბრძოლა და ქრისტესთან ბრძოლა არ გამოუვიდათ ძალიან დიდ იმპერატორებს. ძალიან დიდ იმპერატორებს რა. დიდი ბრჭყალებში, მაგრამ მე ვამბობ ამ წუთის სოფელში, რომ აი მათ ყველაფერს რომ მიაღწიეს და მართლა ისე მართავდნენ, როგორც თვითონ მოესურებოდათ, ხო? სამყაროს რა, თავიანთ ქვეყნებს თუ სამფლობელოებს. მათ არ გაუვიდათ და ერთი რამ გაითვალისწინეთ რა. ის რაც მოიმოქმედეთ, რა თქმა უნდა, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მე პირადად შეიძლება არ დავდექი, მაგრამ დადგომაზე გაცილებით მეტი ფიქრობ გავაკეთე იმ ოპონირების რეჟიმში. თითოეულმა ბატონმა უთარმა, ბატონმა თორნიკემ, ამ დიდმა ეროვნულმა ერთობამ მეგობრებო. იქ ყოფნას მე მგონი ამჩნევ თქვენს რომ აქვს მნიშვნელობა შეიძლება, მაგრამ ისეთი დიდი მნიშვნელობით აღარ ხასიათდება, რადგან ჩართულია პროცესი. ხელოვნურად მართულია პროცესი და რადგან ხელოვნურადაა მართული. იქ რომ შეცოტავდეთ, საუბედუროთ, საქმე მაინც იქითკენ მიდის. რაც დააგეგმარა ზოგიერთების ბელადმა, სათავეში რომ არის. დიახ, რომელიც თვითონ ოპონირების რეჟიმშია ძველ სისტემასთან, რომელიც სისტემაც პირდაპირ ინტუბაციის გზით გააცოცხლა, მოაძლიერა და თავზე დაგვასვა. ასე რომ მინდა არა შუალედური რას ქვია თქვენი ჭირებით. მე თავზე ხელს არავის არ გადაუსვავ და მართლაც ხშირად მithქვამს მეგობრებთან თუ ახლობლებთან, ვინც არ აღგავს კახაბერსა, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად. ესაა ეროვნული პოზიცია, ესაა ქრისტიანული პოზიცია დედა ეკლესიისა. მამა შალვა კეკელიას ბოდიში მოუხადეთ. დედა ეკლესიას ბოდიში მოუხადეთ. და იმ საქციელისთვის, სადაც თქვენ რიტუალი აღასრულეთ, მე ღრმა დამწამს, რომ უცოდინარობით, ბევრმა უმეცრებით. შეიძლება სხვაგან დაიგეგმა, სადაც გონიათ რომ ტვინი უსკდებათ, მაგრამ იქ მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება არის მათი კარნახებელი და მამოქმედებელი. მაგრამ თქვენ გამოყენებული იყავით შვილებო. ამას ვამბობ სწორედაც, რომ იქ ხატება იყო ღვთისა და ასე შემდეგ, აღარ დავწვრილმანდეთ ეხლა იმ რაღაც ასე ვთქვათ უმწეო და ინფანტილური საუბრებით, რომ იქ რაღაც ჩინური იყო თითქოს რაღაცა არ არსებობს ჩინური და სომალური რიტუალია და კრემაცია, ეს დემონური რიტუალი, რომელსაც ახსნა არ მოეძებნება, უпроსტად გამართლება არანაირი, ეს არის ჩვენი სირცხვილი, საერთო სირცხვილი, მეც მრცხვენია, სიმართლე გითხრათ. და იქ სადაც ბილწსიტყვაობაა, იქ სადაც სიბილწეს წარმოთქვავს დედა ეკლესია, აი ეკლესიას ეძებთ, ხო? იქვია ეკლესია. ქვა შვეთი ქვია მას, ქაშვეთს ქვია ქვაშვეთი. ხო, აი ვინც არ იცის, იცოდეს ქვაშვეთი რატომ არის, მე ვერ ვეტყვი ახლა ფორმატი არ მოძლევს ამის საშუალებას და გადაიკითხოს. თუ დედა ეკლესია ვინმე საინტერესებს და არა манипуляციის თემად. იქვია დედა ეკლესია და იმის თვალწინ უпроსტად, ხო, თვალწინ დიდი თვალი აქვს დედა ეკლესიას. მიდის ბილწსიტყვაობა და მიდის ქსენოფობიური და ჰომოფობიური ბატონო ოთარ. განცხადებები რომ რუსი ხარ, რუსები, რას ქვია რუსი და რუსები? არა, მე კითხავს ვარ. არსებობს რამე და ვინმე უფლის დაშვების გამო არ ყოფილიყო დედამიწაზე ამ ქვეყანაზე, გნებავთ სულიერი რესურსი და გნებავთ ნებისმიერი ფაქტი და მოვლენა. ის ღვთის დაშვებით, ზოგჯერ ღვთის ნებით და ხშირად ზოგჯერ კიდევ ღვთის ინტერვენციით რომ აღესრულება, უფლის გარეშე ხომ არაფერი არ არსებობს თქვენი ჭირიმით.
ვინც მეთანხმებით არა აი აქედან გამომდინარე გეუბნებით სწორედ რომ და ვამთავრებ საუბარს რა რომ აი ძალზედ რუსი ერიც ქართველი ერიც ქართველმა იმდენი საშინელება ჩაიდინა ისტორიის განმავლობაში რომ აგერ ჩვენი ძმა აფხაზები და ოსები მათთვის ცუდ თანამოძმეს და თანატომს თვისტომს არეუბნებიან ქართველი ხარო და რადგან ქართველი სალანძღავ სიტყვად არ მიაჩნიოთ ბატონებო მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ისტორიაც შეიძლება ბევრმა იცოდეს კი სასწორზე გმირობამ გადაწონა და სიქველემ ბოროტება და ასე ვთქვათ ერთგულებამ ღალატი და დღემდე ამის გამო მოვედით ხომ უფლის შეწევნით თავდადებით მაგრამ მოღალატეებიც მრავალი ყავდა თქვენი ჭირიმეთ და ნუ დავდგებით იმ მოღალატეთა რიგებში და იმ მოღალატეთა ნაკვალევში ჩვენი ხსნა არის ჩვენ სარწმუნოებაში ვინმეს დაუძახეთ ბატონო გნებავთ პუტინი დაუძახეთ მაგრამ ერს და ასე ვთქვათ ღვთისქმნილებას ადამიანს ნუ შეიძულებთ და ერს მით უმეტეს ნუ შეიძულებთ და ნუ სთესავთ ასე ვთქვათ და ნუ აკულტივირებთ აი მტრობას რაც შეიძლება ერებს გააჩნდეს ერთმანეთთან როცა რუსი ერის წარმომადგენელი ზოგ-ზოგიერთი ის დიდი ერია და მრავალრიცხოვანი შეიძლება ბევრ ქართველს ჯობდეს დღევანდელ დღეს და გუშინდელ დღესაც და არა მხოლოდ რუსი კაცო იგივე მეთქვის ამერიკელზე რა ამერიკაც ცუდი არ ჩაუდენია და კარგი არ ჩაუდენია თუ რა ამიტომ ცოტა კორექტირება და ასე ვთქვათ სიმძიმის ცენტრი გონიერებისკენ მივმართოთ ჩვენი აზრით რა და ერთი მინდა კიდევ გავიხსენო ზარები იგვიანებს რატომღაც ჩვენი ხსნა და ჩვენი ასე ვთქვათ ერთმანეთთან ხელის და მხარდამხარ დგომა ჩვენს ისტორიას მრავალგზის და მრავალჯერადად რა ვიცი ფურცლები ისტორიისა მხოლოდ ამას გაღადებენ ხო ბატონო თორნიკე გამიგრძელდა სიტყვა ბოდიში ვიხდი მაგრამ ემოციისთვისაც ბოდიში მაგრამ ახლა უემოციო ადამიანი ჩემთვის გვამეა რა და როგორ შეიძლება ემოცია არ მქონდეს გულის წუხილი არ მქონდეს უძილო ღამეები არ მქონდეს იმის გამო რაც ხდება როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო თემა მხოლოდ ესა გვაქვს ეს დიდი სატკივარი რომელიც თითქოს არ აჩანს, მაგრამ რაღა არ აჩანს. ყველას ოჯახში შეაბიჯა მეტნაკლებად რა. ზოგან უკმაყოფილების კუთხით, ზოგთან სტრესის კუთხით, ზოგთან რა კუთხით და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა კუთხეს და აბსოლუტურად ყველა უნებათა ღელვებს აცხრობს ლოცვა მეგობრებო. აი დედა ეკლესიის ღირსეული შვილობა. ზარია და ძალიან კარგი რომ ზარია. შემოგძანდით გისმენთ, გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობა. მე რაიონიდან გეკავშირდებით ხაშურიდან. გაიხარეთ, მივესალმებით ხაშურს. ძალიან მინდა რომ ჩემი აზრი გადმოგცეთ, რაც ხდება ამ გაუბედურებულ ქვეყანაში. ძანეთ. მე თქვენი მხარდამჭერი ვარ. იცოცხლეთ. პირველ რიგში მინდა რომ აი ხელისუფლებამ რაც ჩაიდინა ეხლა ამჟამად ეს ყოველხრივ მიუღებელია ჩემთვის. გეთანხმებით. 70 წლის ვარ და ცხოვრებაში რაც სააკაშვილმა გააკეთა, იგივე გააკეთა ამან. ანტუხელიძე რომელიც ოსებმა საწოდავი გმირად გამოაცხადეს ჩვენმა ერმა, ანალოგიური გააკეთა ქართველმა ქართველის წინააღმდეგ. აი ამ რაც გააკეთეს ახლა ჩვენზე უკვე თქვენ მოგეხსენებათ. ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შთამომავლობის მე დიდი ბებია ვარ და თავისი სახელმწიფოს ხელისუფლება რო ასე უსწორდება თავის მოსახლეობას, ეს ჩემთვის ყოველმხრივ მიუღებელია. ძალიან გთხოვთ, ჩაერთოთ თქვენ ამ საქმეში და კოდექსში ჩაიწეროს, ვინც რომელი პარტიაც არ აღასრულებს თავის დანაპირებას თავის მოსახლეობის მიმართ, კოდექსში უნდა ჩაიწეროს კონსპირაცია გაუკეთეს მათ ქონებას, რადგან ჩვენი ხელფასი და ჩვენი დანაზოგი და ჩვენი ბიუჯეტიდან ეძლევათ მაგათ ხელფასები და რომელიც ასე უდიერად ექცევა თავის მოქალაქეებს, ჩემთვის მიუღებელია რომ მათ ხელფასი შერჩათ ის აღებული რაც აიღეს. ძალიან აი გეთანხმებით ხალბატონო, მადლობა გენაცვალეთ, მადლობა. დიდი მადლობა ზარისათვის და ერთ წინადადებას ვიტყვი რა და ეხლავე გადმოვალ ჩემო მეგობრებო
იცით, პათოსში რა თქმა უნდა, ქალბატონს ვეთანხმები, ჩვენ ამ ქართულ ერთობას, ამ დიდ ეროვნულ ერთობას, არა მხოლოდ ეს კონკრეტიკა თქვენ რაც ახლა ბრძანეთ, რომ პიროვნება, ან პოლიტიკური ჯგუფი მოსახლეობას, საზოგადოებას არ უსრულებს და არ იქცევა მის მიმართ თავისი შეპირებისამებრ. ასე რომ ეს ადამიანები ექვემდებარებიან გაწვევას. ასე რომ ჩვენს ერთობას არა მხოლოდ ეს კონკრეტიკა და ეს მუხლი, რეფერენდუმის მუხლი გქონდა ჩვენ და გვაქვს და ესეთი მსოფლმხედველობრივი პოლიტიკური კრედო გვაქვს ჩვენ და პლატფორმა, რომ მოსახლეობა უნდა გამოიწვიოს ის უღირსი მერიც, რომელმაც ვერ გაამართლა, ის დეპუტატიც, რომელმაც ვერ გაამართლა, დიახ, და ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ადმინისტრაციებით, ეხლა ხაშურის მერს თბილისი ვერ გადაირჩევს ბუნებრივია. ანუ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურულადაც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ტერიტორიული პრინციპით. ასევე კანონის გამოწვევაც, ბატონებო და ქალბატონო. კანონის გამოწვევაც კი არის ჩვენი პლატფორმა, ერთ-ერთი პოლიტიკური ხედვა, რომ იქ დაიბნა პოლიტიკოსები, ან რაღაცამ შეიპყრო, ხო? მით უმეტეს ახლა 12 წელია ბრძანდებიან ეს ოდიოზური პერსონები და ერთი კაცის მსახური მონები და ძალიან შეიტკბეს ეს ხელისუფლება. სულ მართლები არიან. ისეთი მარგინალიზებული ფთა დაისვეს პარლამენტში. ისეთი მარგინალიზებული ასე ვთქვათ, მხარესთან ოპონირებენ, რომ აპრიორი ყოველთვის მართლები არიან და ყოველთვის მართალიას პრინციპი, ადრეც ავთქვი და კვლავ განმეორდები, არის ყველაფრის მტერი და გამანადგურებელი თვითონ მათი. გეთანხმებით პათოსში. ვემხრობი ქალბატონის პოზიციას, ანუ გზარია და როგორ მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა გარიხა და იგნორირება გაუკეთა ოცნების ბელადმა და დაისვა ისევე ისინი, მაგრამ ისინიც არ შედიან შენ წარმოვიდგინე. ბრძანეთ ეთერში ხართ. ალო. საღამომშვიდობისა. 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 ძალიან კარგად საუბრობთ თქვენ. ძალიან მომწონს თქვენი საუბარი და მართლაც აი სამხრივად არ შეიძლება მარტო ერთ მხარეს ილაპარაკო და მეორე მხარეს სწორად საუბრობთ, მომეწონა საქმე დავტოვე და გირეკავთ. მადლობის სათქმელად რომ ასე კარგად ისაუბრეთ. ორივე მხარე უნდა ნახო. პირველად ვინ აშავებს, რატომ აშავებს, რატო ცემენ? რატო ურტყავს კედელს თავს ის ბიჭები? აი ეს ყველაფერი და არა მარტო სამხრივად ლაპარაკობენ, არა ეს ასეა. არ არის ასე. სამართალი თუ გინდა სწორად უნდა თქვა და სიმართლე უნდა თქვა. დიახ, ქალბატონო, იცოცხლე. მე მიყვარს ობიექტივი და უსმენს ხშირად აბა TV პირველზე რო გადავთო, ნერვები დამატდება და თავაზე რო გადავთო, დილამდე ვერ გავაღწევ ცოცხალი და თქვენთან ვისვენებ, მაგრამ სულ პოლიციის ბათქა ბუთქნებენ ქვეშ ბიჭები. არ მსიამოვნებს, რა თქმა უნდა, სამხრივად არა, ის რო იგინება, ის რო პატრიოტს აგინებს, ის რო რუსს მეძახის, რატო მეძახის რუსს? ვინ არის რატო? უნდა შერჩეს მაგეს. დეპუტატები, ქალი, კაცი, რუსი და რუსი. პუტინმა თქვა, მე არ ვერევი საქართველოს და ჩემ სახელს დაწუახსენები. როდის წავიდა ვინმე ეუნება წავედით რუსეთში, გზაში ვართ, მატარებელში ვართ, ვინ წავიდა, რომელი ერთი კაცი ქართველი წავიდა რუსეთთან ურთიერთობის დასამყარებლად. რომ იძახიან რუსია. რა შვაშია რუსია? კანონი მიიღო რუსია. ისწავლეს ესა და ააბუნტეს ეს ახალგაზრდობა, წამოყარეს ფეხზე, რუსეთში შევდივართ, ვინ შედის, ესეთ იძახის, ევროპაში მიდივარ, ისიც იძახის, ევროპაში მიდივარ და ვერ ეტევიან ერთ მიანდაგზე. ჭეშმარიტად გეთანხმებით. ბატონი ოთარი ბრძანებდა და ჯანეთ ბატონო ოთარი. ვეთანხმები ქალბატონს, მართლაც ორივე მხარეს არის მართლაც ისეთი სერიოზული პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც აშავებენ ამ პროცესში, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენლებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ, გაცილებით მეტი თავშეკავება მოეთხოვებათ და ის რომ ესე უნდა არ მოექცნენ დემონსტრანტებს
ქუჩაში ეს ყველასათვის ნათელია, სხვა შორის ეს უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ამ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სამწუხაროდ უნარი მოესმინა თავისი ხალხისთვის გასულიყო და პატრიარქი არ უნდა მოუწოდებდეს დღეს დიალოგისთვის. ამას ხელისუფლება უნდა მიხვდეს. რომ დიალოგზე უნდა წავიდეს და საფრანგეთიდან არ უნდა გვირეკავდეს ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი იმისთვის, რომ დაჯექით და დაილაპარაკეთო. ნუ არ მესმის. ჯერთ იმ კაცის ზარი რა იყო მართალია ივანიშვილს რო ურეკავდა და ამ თავრობას მეთაურს რო არაფრად არ აგდებს. ანუ პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს არის მარიონეტკა. ირაკლი კობახიძე და რომ აქ არაფორმალური მართლობა და ურეკავს ადამიანს, რომელსაც არც ერთი მაღალი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია. ნუ აქ უკვე ყველაფერი გასაგებია, რომ ამხელა ქვეყნის ლიდერები ამ ხალხს არ ცნობენ და ამის გამო რომ ეხა ასეთი ამბავი დაატრიალო და ასე მოექცე შენ საკუთარ ხალხს, მე მახსოვს 91 წელს ნოდარ ჭითანავამ, გივი გუმბარიძემ და სხვებმა რომ წააგეს არჩევნები მიულოცეს მგვალმაგიდას თავისუფალ საქართველოს. იქ არც წყლის ჭავლით დაურბევიათ, არც დუბინკებით და არც დაუსახიჩრებიათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ხო? გასაგებია. თუმცა შესაძლებელი ყოფილა, მაშინ ეს შეძლეს კომუნისტებმა და დღეს რატომღაც ეს არ შეუძლიათ ამის გაკეთება ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოს. მუხტი უნდა აიწიოს კიდე მუხტი. ეს ხელოვნური პროექტია. ხელოვნური პროექტიც არის და ნუ რა ვიცი, მართლაც ისეთი ვითარებაა, სადაც გამოსავალი მხოლოდ ერთია. სამ დროზე არ მიხვდება ეს ხელისუფლება ამას, რომ ამ ნაბიჯზე უნდა წავიდეს უკვე და სხვა გზა მას არ რჩება. მით უფრო კაი იქნება მისთვის, მით უფრო შეუმსუბუქდებათ ის სასჯელი, რომელსაც ეს ხელისუფლება ემსახურებს. იმიტომ რომ მე არ მესმის 500-400 კაცი დაასახიჩრო და 500 პოლიტპატიმარი გააჩინო ქვეყანაში და ამისთვის პასუხი არავინ არ აგოს. ნუ რას უკაცრავად. ყველას მოეთხოვება ამისთვის პასუხი და ამის დრო მალე დადგება. სააკაშვილის რეჟიმი გრძელდება, რომლის არქიტექტორიც თავიდან შუაშიც და ამ ბოლოსკენაც არის ერთი კაცი, რომელსაც აქვს ორი ტიკუნი. აიქით აზიისკენ ვიცით რასაც ეძახიან და აქეთაც რუსეთშიც ვიცით რასაც ეძახიან. ბრძანეთ. აი ზარი არის და შემდეგ ვიტყვით. თან ორია ერთად. ორი ზარი საინტერესოა. ბრძანეთ ტელევიზორს დაუწიეთ თუ შეიძლება ან მოშორდით გამარჯობა. მოგესალმებით კი ტელევიზორი გამოთვლია. ისი თქმა უნდა იცით? ბრძანეთ. აი ახლა მე სხვათა შორის თქვენს გადაცემას რა თქმა უნდა ხშირად უსმენი, იმიტომ რომ თქვენი ამომრჩეველი ვარ. ეს რამდენიმე არჩევნები, ანუ 12 წლის მერე თქვენ გაძლევთ ყმას. აიხარეთ. და მე უბრალოდ ახლა არჩევნების წინ, ნუ გადავთავდი ხოლმე ქალბატონი ინგას საწუსმენდი რომ იქ ვინ მოდიან რას ამბობენ იქ მთავარ არხი იმათ რომ ნუ მაინტერესებს ვინ გამოდის ვინ არის და ვინ რა არის და მე ძალიან იმედი მქონდა რომ რატომღაც თქვენ შესულიყავით აუცილებლად პარლამენტში მოხვდრილიყავით და ნუ რა ჩემ ახლობლებსაც ვერც უთხარი მე უთხარ ხმა მიეცით აღარ კონსერვატორები არიან ეკლესია უყვართ ტრადიციები უყვართ და ნუ ქართულად აზროვნებენ და ამავდროულად მაგრამ არჩევნები რო ჩამთავრდა იმედები გამიწროვდა და ჩემი აზრით, ჩემი ანალიზით, აი ისიც მინდა, იცით რა უნდა გითხრათ. აი რატომ გითხარით, რომ მე უსმენდი ნაცებსაც, იმათაც TV პირველს იმათაც და აი ძირითადი თქვენი გამოსვლელები და ნუ ვინც გამოდიოდით. აი იგივეს ლაპარაკობდით ამ თავრობაზე, რასაც ნაცები, აი ძირითადი შეტევა იყო ქართულ ოცნებაზე, ძირითადი და მე ვფიქრობ ეხლა რომ გააყალბეს და გამოაყალბესო, ნუ ეხლა ამდენი რო გააყალბეს, გამორიცხულია, ესე იგი, ჩემი აზრით ხალხმა აღარ მოვცეთქმა, იმიტომ რომ ნუ ეხლა ქართული ოცნების გინებას საგინებელი ვინც არის ჯერ ის ვაგინოთ, ის მოვიშოროთ ის პორნო ლიბერალური ფაშისტები მოვიშოროთ და მე ამ ქართულ ოცნებაში რა არის და ვინ არიან, მე უნდა გველაპარაკა მათზე. ჩემი აზრი ასეთი არის და თქვენ სტუდიაში დარჩებით? რაც და აი პოლიციელებზე კიდე კი, მაგრამ კაცო ნაცების დროს ვიცით ხო? მშვიდობიანი აქციები დაარბიეს. ხო? დიახ. ხო და დაგვარბიეს ბატონო, არ დაარბიეს, დაგვარბიეს. ერთი ის რომ ესროლა იმათვის რა ქვია, მთელ ხალხს ავტომატებით ჩახოცავდნენ. გასაგებია თქვენ რასაც ბრძანებთ, გასაგებია. და
ეხლა პოლიციელები რო ესვრიან, აგინებენ, აფუთხებენ, ანგრევენ, წვავენ, ეხლა იძულებული გახსნენ და იმიტომ ეგენი ღირსი არიან, მე ამას ვიტყვი. ჩემი აზრი ესეთია. ეგენი ყველანი აქ ჩვირფედი დასამტრები და დასჭერები არიან. აი მე ამის გამო და სამომავლოდ რა ვიცი, გაითვალისწინეთ რომ ჯერ საგინებელი ვინც არის ის უნდა ვაგინოთ, ის უნდა მოვიშორო დიდი მტერი და მე დანარჩენებზე კიდე მე ვისაუბროთ. გაიხარეთ. სამი ვადა ქონდა ამისთვის, იმას ქართულ ოცნებას რომ მოგვეშორებია ისინი და არ გააკეთეს. ჩვენ რანაირად მოვაშოროთ? ისინი არიან ხელისუფლებაში. იმათ იძულებულები იყვნენ, კარგით ეხლა ხოხლებით რო ავალებს. ჩვენ ათასობით ჩვენ ათასობით ხელმოწერა შევიტანეთ პარლამენტში 2018 წელს. მე ხელში მოწედილი მაქვს, მე და რა თქვა თუ გახსოვთ კობახიძემ, კატეგორიულად ეს მიუღებელიაო ჩვენთვის და უკან გააბრუნა ეს ხელმოწერები. ანუ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აზრი კობახიძეს საერთოდ არ აინტერესებს და ეს და არა მხოლოდ კობახიძე მარიონეტია, კაცო. თქვენ ბრძანებთ რომ ჩვენ რატომ რანაირად არიან მოვერიოთ, ხელისუფლებაში არიან ისინი. მათ აქვთ ის რიჩაგები, რომლითაც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. ოპოზიციონერები სატანურ რიტუალს ატარებენ, რა შუაში აქ ხელისუფლება. მომისმინეთ არანაირად თავშია და გეტყვი რატომ. სატანურ რიტუალს ვინც ატარებს, მას მიეხედება და ჩვენ ვამუნათებთ კი არა არ ვზოგავთ. და ამისთან ადამიანებთან არც პურის ჭამა არ არის შესაძლებელი რა. მე მაგას გეტყვით. მაგრამ ის რაც ხელისუფლებამ დღიდან მოსვლისა ეტაპობრივად განავითარა, ის რაც ხელისუფლებამ ამ 12 წლის განმავლობაში ეს მხოლოდ ინტუბაციით პირიდან პირით სუნთქვით აცოცხლა და გააძლიერა. რომ მხოლოდ ერთი მარგინალიზებული ოპოზიცია ერჩივნა, თქვენ გვეუბნებით, ეხლა ვაგინოთო და ეხლა გაუშვათ 12 წლის თავზეო. რას ქვია იძულება ბატონო ჩემო? ჩვენ პროდიუსერს ვთხოვთ 3 წუთი დაგვიმატოს რა. რას ქვია იძულება ბატონო ჩემო? ხელისუფლება რომელმაც დემორალიზებული ქვეყანა ჩაიბარა. მართლა წელში გაწყვეტილი და სულში ჩაფურთხებული წინა რეჟიმისაგან და ამ დროს თავისი ქვეყნის მაჯისცემას, თავისი მოსახლეობის გულიან კარნახს და მათ ინტერესებს არ ემსახურება და მიაჩნია, რომ გარედან უკანონო ბრძანება უნდა შეასრულოს, ანტისახელმწიფოებრივი ბრძანება და კარნახი უნდა შეასრულოს თავისი ჯიბის გასასქელებლად და მხოლოდ ამას ემსახურებოდნენ ესენი 12 წლის განმავლობაში ის ხელისუფლება აღარ არის. თქვენ რომ იცოდეთ თქვენი ჭირიმით და ჩვენი ამომრჩეველი თუ ხართ, ჩვენი დოქტრინა ეს არის, რომ 12 წლის განმავლობაში მოსახლეობა მთელი ქვეყანა მოიყვანა აი ასეთ მძიმე დღემდე და დაპირისპირებამდე, რომ ლინჩის წესი დაამკვიდრა ქვეყანაში. არადო სახელმწიფოს ვაშენებთ ბატონო. ლინჩის წესი დაამკვიდრა. არანაირი გამართლება არც იმ აღვირახსნილ ტუტუც ბავშვებს, ტუტუც სხვა თარგმანი აქვს კიდევ. ასე ვთქვათ, გაუზრდელ ბავშვებს, ვინც შესაბამისი ინოვაციებით გამოხატავენ თავიანთ საქმიანობას, ხო? ანუ კრიმინალს შეიძლება ასე ითქვას. და არანაირი გამართლება, მით უფრო არა გამართლება მათ, რომელთაც სახელმწიფო ქვია. მათ რომელებიც ლინჩის წესს ამკვიდრებენ ყოველდღე ქუჩაში, მარშრუტკაში ეგრეთ წოდებულში, იქ დერეფანი ახალაიას დერეფნები გააცოცხლეს, კაცო. იზოლატორში და ასე შემდეგ. თქვენ თუ მისმენდით თავიდან, მე დავიწყე სწორედაც ამ გზაშეცდენილი ბავშვების დამუნათებით. მაგათ ვენაცვალეთ, ჩვენი მოყვასია ეს. და საერთოდ რა, მინდა დამშვიდების, ასე თქვა, დამშვიდობების სიტყვა ერთი პატარა რითმით დავამთავრო რა. ამონარიდით უცებ გამახსენდა ვერის პაემანი, ბატონ თორნიკე, ეს ჩვენი გიზო ნიშნიანიძე. პაემანი ვერაზე, ვერის პაემანი არა, პაემანი ვერაზე, რა თქმა უნდა. და ჩვენი გიზო ნიშნიანიძე რა, ამას სუფრებს თანყვებიან ხოლმე რა. ეს ნამდვილი გულის და სულის ამოძახილი როცა არის, ის რეალიზდება კიდევაც ცხოვრებაში. გათითო კაცება ჩვენ გვაუხერტიალებს, ვიცი მე ამ ცხოვრების ავანჩავანი, რაც ყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს, ეს არის მთავარი და თუ ასე არ ფიქრობ, ძალიან ცდები, ტყილად გამსარჯე და ტყილად გაისარჯე, შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ. ბრძანეთ ბატონო თორნიკე ბოდიშით რა რომ სიტყვით ვიტყვი რომ ძალადობა ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია, ჩვენ ძალადობის ნებისმიერ ფორმას ვგმობთ, რასაკვირველია.
ანტიკურ რომში არსებობდა ასეთი გამოთქმა იმპერიალისტური ძალებისა, რომ ვინ ჩვენთან არ არის, ის ჩვენ წინააღმდეგაა და არ არის გასაკვირი, რომ ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ განსხვავებული აზრი და არიზიარებენ თქვათ რომელიმე მხარის პოზიციებს, ეძახიან რუსეთის აგენტს, ამერიკის აგენტს და ასე შემდეგ. ცოტა კიდე დავიმატეთ თქვენი ჭირიმე და მეც აღარ ეს მტრის ხატის შექმნა ჩვეულებრივად ეს არის უძველესი პოლიტიკური მეთოდი გარკვეული პიროვნებებისთვის რეპუტაციის შესალახად. კი ბატონო, ბრძანებთ რამეს ბატონო თარ. დამშვიდობება. მასკარადი შემოგთავაზებდა ეს ქართულმა ოცნებამ, ესე იგი ოპოზიციური პარტია შეიქმნა იმაში საქართველოს პარლამენტში, ხალხის ძალის ხელმძღვანელობით. ნაცნობი ამბავია, ესე იგი გუშინ შემოვიდნენ ქართული ოცნების სიი და დღეს უცებ ოპოზიციონერები გახდნენ. ნუ ეს ამ ქართულ ოცნებას ან რაღაც ჭკუიდან შეშლილებს გავართ, ეს არ ვიცი ქართველები რომ ამას ჭამთ და დავიჯერებთ, ნუ რა არის ეს? ოღონ ხმელი ხავსი, ნედლი ხავსიც არ არის ბატონო. ეგ არის ხმელი ხავსი. ხო, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, დიდი მადლობა ოთარ, დიდი მადლობა თორნიკე გენაცვალეთ. ბოდიში გვაქვს მოსახლეობისთვის, მაგრამ უემოციო ადამიანი ჩვენთვის მიცვალებულია და ემოციას ჩვენ არასდროს გადავაჭარბებთ ისე რომ კორექტულნი არ ვიყოთ და რა თქმა უნდა ყურადღებიანი თქვენს მიმართ. დიდი მადლობა თქვენს და მშვიდობიანი დღე გაუთენოს უფალმა ღმერთმა ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს. მომავალ შეხვედრამდე. კარგი ბრძანებები.